აბა კიდევ ერთი გაშლით მოვედი სპეციალურად თქვენთვის მამაკაცებო. რა თქმა უნდა, ჯერ უპირველეს ყოვლისა მადლობა იმისთვის, რომ მიყურებთ, იმისთვის, რომ მენდობით და იმისთვის, რომ ჩემს არხზე ხართ, არ ვიცი გამოწერილი ყავართ თუ არა. თუ გამომიწერთ, ძალიან მადლიერი დაგჭირებით, იმიტომ რომ ეს არხისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს იქ განთავსებული ვიდეოები, თორე ჩემთვის ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სწორად გამიგეთ, ფაქტია, რომ ისედაც და ასეთაც მიყურებთ. ხო და დღეს მინდა შემოგთავაზოთ მოკლედ ესეთი გაშლა. გამიგივათ რამე ძველ პარტნიორთან, რისთვის ბრუნდებით, რამ გაიძულათ, რა იყო ტრიგერი იმის, რომ თქვენ ეს ადამიანი გაგხსენებოდათ და წლების მერე ამ ადამიანთან კონტაქტზე გასულიყავით და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ვნახოთ რისთვის არის ხო ეს ყველაფერი. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. ვნახოთ ამჯერად ვის უყურებთ, ხო? ვინ არის თქვენი ინტერესის სფერო? ანუ ქალი, ვისაც თქვენ უყურებთ, ვინ არის? ოხო. ხმლების პაჟი. ხო, არ ვიცი ხა რაღაცა ზოგადად აქ თვითონ ამ ჯადოქრების ბაღის ტაროში ისეთი როგორ გითხრათ ილუსტრაციებია, ხო? მამაკაცია რაღაცა ფრთები აქვს, ცოტა არასტანდარტული ვიზუალი აქვს, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს, შინაარსი ერთია. ხმლების პაჟით ძალიან ცნობის მოყარე უნდა იყოს პირველ რიგში ეს ადამიანი, ვისაც თქვენ უყურებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ბრძანდებოდეს სასწორი მერწყული ტყუპები, თუმცა არ არის ეს აუცილებელი. ძალიან იცით როგორი ადამიანია, ვისაც თქვენ უყურებთ. კარგად აღზრდილი, კარგი მანერების მქონე, წეღანაც თქვი ძალიან ცნობის მოყარე, ადამიანი, რომლებსაც აქვს თავისი იდეები, სხვასაც შთააგონებს თავისი არსებობით, მარტო საკუთარ თავს კი არა. უყვარს თავისი აზრის და შეხედულებების ხმამაღლა დაფიქსირება, ძალიან განათლებულია, რაც არ უნდა იცოდეს, კიდევ უფრო ცდილობს, რომ ცოდნა გაიღრმაოს. კომუნიკაბელურია, ძალიან ზრდილი და თან ისეთი ცოტა ფრთხილიც არის რა, ნებისმიერ სიტუაციაში, აი შვიდჯერ დაფიქრდი თუ ერთხელ გაჭერია ეს თემა რა. არ გამოვრიცხავ რაღაცა დეტექტიურ საქმიანობასთან კონდეს კავშირი, ან თქვათ იყოს პოლიტიკით დაინტერესებული, ჟურნალისტი, უშიშროების წარმომადგენელი, ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფი ადამიანი და მთავარი, რა ენერგიებში, რა საკშიც არ უნდა იყოს, ისეთი პატარა გოგოს ენერგიები აქვს რა. Knight of Pentacles რატო გადმომიფრინდა, ვნახოთ არა უშავს, ავჩეხოთ და ვნახოთ ახლა როგორ არის ეს გოგო, რა ენერგიებშია დღეს. თქვენ რატომ მოგინდათ, რომ ეს გოგო გახსენებოდათ, რეალური მიზეზი, ქვეცნობილი მიზეზი ამისი რა არის. სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება კონტაქტზე გასვლის ამ წარსულის ადამიანთან და რას მოიტანს ეს თქვენი კონტაქტზე გასვლა ამ ადამიანთან, ანუ შედეგი რა იქნება, ხო? ვნახოთ ჯერ რა ენერგიებშია თვითონ, აი რა საინტერესო ბიჭებო, დააკვირდით ეს არკანი წეღან გადმოფრინდა, მე ჩავაჯინე ბედნიერად დასტაში, ავჩეხეთ არკანი და აგერახა თქვენს თვალწინ მაგიდაზე დევს. პენტაკლების რაინდი. რა ენერგიებში არ ვიცი არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქალბატონი რაც თავის საკმაოდ მყარ ადგილას იყოს, შესაძლოა შვილებიც ყავდეს, ოჯახი ქონდეს, სამსახური ყოველ შემთხვევაში ხა აქტიურად დასაქმებული რომც არ იყოს, თავისი შემოსავალი ნამდვილად აქვს, თქვათ, შეიძლება პირადი ბიზნესი ქონდეს, სოფლის მეურნეობა ძალიან აქტუალური იქნება ეს, რომ რაღაც სოფელში ქონდეს თავისი რაღაცეები, ან საოჯახო ბიზნესი, ან. არის თავის ყოველდღიურ რუტინაში, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივ მიყვება ცხოვრებას, ოღონდ სწორად და კარგად ისე რა. მყარად ფეხზე დგომი მიყვება ცხოვრებას. თქვენ რატო გაგახსენდათ ეს ადამიანი? აი ქვეცნობიერად, რატო მოგინდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა? ხო. მოგენატრათ ამ ადამიანის გვერდით
განცდილი ვნებები, განცდილი გრძნობები, ემოციები, ის რომ აი არ ვიცი, შუა იანვარში მართლა ანთებული ცეცხლივით ხანძარმოდებული დადიოდით, ხო? თუ ფიქრებისგან, თუ ემოციებისგან გიხაროდათ ცხოვრება, გიხაროდათ ახალი დღის გათენება. ნუ ეს ქალი თქვენთვის იყო პრაქტიკულად სიცოცხლის წყარო, ხო, აი არ ვიცი, ენერგიების წყარო, ერთგვარი ტრიგერი იმისთვის, რომ უკეთესი და უკეთესი და უკეთესი ყოფილიყავით და წინ და წინ გეხედათ. ანუ აი ეს ენერგიები და ის განცდები, რაც ამ ქალთან ჰქონდათ, შეიძლება ამ ქალის მერე, არ ვიცი, 15 ქალი გამოიცვალეთ, მაგრამ ეს ვერ იპოვეთ, ეს მუხტი და ენერგია ამ ქალთან ვერ იპოვეთ და მოგენატრათ. ისეთი აი ქვლივიძეს აქვს ეს ლექსი, ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს, გამიღვიძებდეს წამით როგორ არის მოიცადეთ გავიხსენ ზუსტად ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს მომიშუშებდეს წამით იარებს ჩემი ცხოვრების შემოდგომაზე ერთ აპრილს კიდევ გამიღვიძებდეს ხო აი ესეთი მომენტი მოგდით რა რომ აი ამ ქალის გვერდზე აბსოლუტურად სხვანაირად გრძნობდით რა სხვანაირი მამაკაცი იყავით და აი თქვენი თავის გახსენება მოგინდათ უფრო მეტად ვიდრე თქვათ ამ ქალის აი დამერწმუნეთ თქვენს ქვეცნობიერში ამოჩიჩქნოთ რაღაცები მიხვდებით რომ ასია შედეგი ქონდა კომუნიკაციას შედეგი ქონდა რა მხრივ ახლა გეტყვით ნახეთ თქვენს დარეკელზე ან მინაწერზე ამ გოგოს ცუდი რეაქცია არ ქონია არც აგრესიული არც თქვათ დამცინავი არც ნიშნის მოგებით არც საყვედური აი აბსოლუტურად არაფერი ძალიან მშვიდად ძალიან ისე ემოციურადაც შეიძლება ცოტა გიპასუხათ აი გაკვირვებით რომ ვიმე შენ აღარ გელოდიან რაღაცა ასეთი და ნახეთ როგორი მომენტი ქონდა იცით რომ უნდა დავაზუსტო ერთი წამით სწორად ვამბობ ნახე კი სამართლიანობის არკანით ნახეთ მორალური სამართლიანობის არკანით არ გაგრძნობინათ ის რა გაიარა თავის ტკივილებზე თავის წყენაზე თავის განცდებზე მაღლა დადგა ნახეთ და ისეთი აი ზრდილად როგორც ზუსტად იმ ხმლების პარს ახასიათებს ხო ძალიან მშვიდად ვითომ არაფერი ახალი დიალოგი გააგრძელა ძალა მოიკრიფა არაფერი შეიმჩნია და ძალიან ჩვეულებრივ უბრალოდ თქვენს რეაქციებს დაელოდა ხო ანუ როგორ ხარ შეიძლება ძალიან მშვიდად გიპასუხა შე როგორ ხარ რა ამბებია ანუ აი არ გაგრძნობინათ რომ წლები ეს ურთიერთობა გაყინული იყო არც გისაყოდურად არაფერი ანუ აი არ დაგსაჯათ და სწორედ ამით არ გაპატიათ რა დაახლოებით აი ესეთი ინფორმაცია რომ მოდის მომავალი რა იქნება ექნება რამე გაგრძელება თქვენს ურთიერთობას ანუ მეორე მაღალი არკანი მესამე მაღალი არკანი არა ახლა გეტყვით რატო არა იმპერატორი არა ჯერ ერთი რომ მინდა გითხრათ რომ ორივე მხარე დაკავებული ხართ აუცილებლად დაკავებული ხართ ну ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად თუ გვერდით არავინ დგას ამ ქალს შვილები ყავს და თავისი სიტუაცია აქვს მეორე ნახეთ ტრანსფორმაცია დასრულდა ამ ქალმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა არ ვიცი ძალიან გავს იმ წინა გაშლას და უკვე თავისი მმართველი თვითონ არის ნახეთ თქვენ აღარ გამართინებთ სიტუაციას ადრე თუ თქვენ მართავდით და ძალიან დიდი მიჯაჭვულობა ქონდა ამ ქალს და არ ვიცი შეიძლება დღეში 100 ჯერ გწერდათ და ხმამაღლაც და პირდაპირაც ითხოვდა ყურადღებას ითხოვდა სიყვარულს და უნდა და თქვენგან და არ ვიცი მილიონჯერ გიხსნიდათ სიყვარულს დღეს მდგომარეობაშია გადასული იცის რომ თქვენ არჩევანი თავის დროზე არ გააკეთეთ ამ ადამიანზე და არ აქვს გარანტია რომ ხვალაც იგივეს არ გაიმეორებთ ხვალაც ისევ ერთ-ერთი ვარიანტად არ აღმოჩნდება ეს რომელსაც მე გვერდზე მიაჯენთ და ვიღაცა სხვას აირჩევთ ამიტომ დღეს უკვე ის თავის თავს თვითონ მართავს თავის ემოციებს თვითონ მართავს სტაბილურად არის სიმშვიდეშია სიწყნარშია და არც ერთ შემთხვევაში აღარ მისცემს ძველ ტკივილებს იმის უფლებას რომ იგივე სიტუაცია გამოატაროს რა სიტუაციაც გაიარა
ასია ბიჭებო, რა გავაკეთო? თავის დროზე არ ხვდებით ხოლმე, არ აფასებთ ხოლმე, გაქვთ ის მომენტი, რომ უყვარვარ და საწავა ასე გიждდება ჩემზე და ვისაც უყვარს ის არ მიდის, აბსოლუტურად არასწორი შეხედულება და აბსოლუტურად აი მაპატიეთ რა, მაგრამ სწორ აზროვნებას მოკლებული. ზუსტად ის ადამიანი მიდის, რომ იღლება და შესაბამის ენერგიას და შესაბამის უკუგებას ვერ იღებს და ხვდება, რომ საერთოდ ვისაც ყველაზე მეტად უყვარს, იმას ყველაზე მეტად წყლის უყურადღებობა და იმას ყველაზე მეტად წყლის დაუფასებლობა. და ხა თქვენ თუ არ აგრძნობინებთ ადამიანი, რომელიც არ ვიცი მართლა თავის საკუთარ თავს და ცხოვრებას გიძღვრით და გაძლევთ და თქვენ ერთი მომენატრე და მიყვარხარ და შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ, ამის თქმა გენანებათ, უკაცრავად, მაგრამ ხა მერე ნუ გაინერვიულებთ და მერე ნუ გავარავის დანაშაულებთ, რომ რატო წავიდა. წავა, არ წავა, ის რასაც თქვენ არ გააკეთებთ, სხვა მამაკაცი გააკეთებს. რა პრობლემაა, კაცო? შეუცვლელი არავინ არ არსებობს ამ სამყაროში. აბსოლუტურად არავინ. ამის ილუზია არავის არ გქონდეთ. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, აბა ვინა ხართ, რა ხართ? აქ მაინც იქნებ რაღაცა კარგი და ოპტიმისტური მომენტები გამოიკვეთოს. აბა ვის უყურებთ, ნახოთ ვინ არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ტვირთი აქვს, მეგობრებო, არ ვიცი, ძალიან რთული ცხოვრებით ნაცხოვრები უნდა იყოს ეს გოგო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თავის დროზე შეიძლება ჭრიჭინასაც ეძახდნენ და ძალიან ცეცხლოვანი და ძალიან არ ვიცი, აი მართლა ისეთი ნაპერწკალაო, რომ იტყვიან ესეთი ადამიანი იყო, დღეს ძალიან დამძიმებულია თავისი ცხოვრებისეული მზითებით, მას ძალიან არ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდეს, შესაძლოა კრედიტები, ვალები, არ ვიცი, ან უბრალოდ ისეთ ადგილას იყოს, სადაც მის გაჩერება არის სიკვდილის ტალფასი, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ეს ტვირთი უნდა ატაროს. ეს ტვირთი მისია და სხვას ვერაფერს იზამს. ხო, რომ არავის შეშურდება ისეთ ენერგიებში, ამოკლეთ ეს ქალი. კარგით, ვნახოთ ახლა რა ხდება მის ცავს რეალურად გითხარი. მე თქვენ რა იყო ტრიგერი, რა იყო თქვათ კატალიზატორი იმის, რომ თქვენ ახლა გაგახსენდათ ქვეცნობიერმა რა გადაამუშავა იმნაირი, რომ მოგინდათ და გახვედით კონტაქტზე, ამ კონტაქტმა რა შედეგი გამოიღო, ანუ რა მოყვა და სამომავლოდ ექნება თუ არა ამ ურთიერთობას გაგრძელება. ვნახოთ აბა ეს გოგო რა არ გამოვრიცხავ ეს გოგო შეიძლება ორსულადაც იყოს დღეს. ან რაღაცა ხალხი გადაწყვეტილების წინაშე იყოს, ან სულად საცხოვრებელს იცვლიდეს, ქვეყანას იცვლიდეს, სხვაგან მიდიოდეს, სამსახურს იცვლიდეს, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალიან დიდი სიახლის, სასიამოვნო სიახლის წინაშე დგას. შესაძლოა თხოვდებოდეს კიდეც, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ აქ რაღაცა ძალიან დიდი დადებითი ენერგია მოდის ამ ქალის ცხოვრებაში, ან უკვე დგას და მოსულია. თქვენ რამ გაიძულათ ამ ადამიანთან თვითონ ხო? თქვენ რამ გაიძულათ და თქვენ და გაკლდათ ამ ქალის ენერგია, ამ გოგომ როგორც კი თქვენი ენერგოდონორობა, თავისი ფიქრებით, თავისი სიზმრებით და თავისი, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობებით შეწყვიტა და აღარ გკويებათ, თქვენ მომენტალურად იგრძელით ეს, რაღაცნაირად დაცარიელდით და მიხვდით, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ისევ საკუთარ ფეხზე დაგაყენებთ და ისევ ამოგაყირავებთ, ეს ქალია და რაღაცა ჩათვალეთ, რომ ინტუიციამ გიკარნახათ რა, რომ ეს არის ის მთავარი ძალა, რომელიც შენ ისევ ფეხზე დაგაყენებს, რომელიც შენ ისევ სრულყოფილ ენერგიებში გადაგიყვანს და ნუ თქვენ ცადეთ რატომაც არა. რა შედეგი მოყვა ამ ყველაფერს? რა შედეგი მოყვა მეგობრებო და იქ გაგრძნობინათ, რომ არ არის პრობლემა, მე გიპასუხებ. მაგრამ მე უკვე ჩემი გზა და ჩემი მიზანი მაქვს ნაპოვნი, იმდენ დავიღალე, იმდენად აღარ მინდა აღარც ბრძოლა, აღარც კონფლიქტები, აღარც კონკურენცია, ყავს კაცო, ვიღაცები, ყავდეს რა პრობლემაა, თქვენად 15 ქალი ყავდეს და 30 ერთად და ცოლით ყავდეს საყვარელიც და შეყვარებულიც, რა პრობლემაა, მე გავანებე თავი დაახლოებით. აი, ეს გაგრძნობინათ, შეიძლება არ გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდად გულგახსნილი არ შეგხვედრიათ. შეიძლება არ ვიცი, კომუნიკაცია არ შედგა და სულაც უბრალოდ შორიდან დაინახეთ და გინახათ ან რაღაცა. აქ შეიძლება არც მიგიწერიათ და უბრალოდ კომუნიკაციაზე გასვლას ფიქრობთ. მომავალი? მომავალი სხვათა შორის რა საინტერესოა აქვს ამ ყველაფერს ემოციების დონეზე, მაგრამ რეალურად იქნება რამე გაგრძელდება ურთიერთობა აღდგება. ვაუ. რა მაგარია. ურა.
ნახეთ რა საინტერესოა. კი, მეგობრებო, რაღაცა არ ველოდი და როგორ გამიხარდა. ეს თქვენ უკაცრავად შემთხვევით არ გასულხართ კონტაქტზე და აი ესეც შეიძლება თვითონ ვერც გზნობს, რომ ახალი დასაწყისის წინაშე დგას და ბოლომდე ვერც იაზრებს, მაგრამ თქვენს ურთიერთობას შედეგი აუცილებლად ექნება და შეიძლება ქორწილამდეც მიხვიდეთ. იეროფანტის არკანით ამ ურთიერთობას დაცვა და მფარველობა აქვს ბუნების ძალებისგან. გამჩენი თქვენს გვერდით არის აბსოლუტურად ყველაფერს ხელახლა სხვანაირად დაიწყებთ. სიკვდილის არკანით ყველაფერი ცუდი, ტკივილი, ნერვიულობა, ღალატი, დარდი უკან დარჩა. ამასაც აი ამ ენერგიებისგან გაათავისუფლებთ. საერთოდ ხო იცით ყველაზე სწორად მამაკაცი ქალს როდის ხდის გახდაზე რომ მიდგეს საქმე. ტანსაცმელს რო ხდის ის კი არაა მთავარი. მამაკაცმა ყველაზე ლამაზად და სწორად უნდა გახადოს ქალს შიში, პასუხისმგებლობები, ნერვიულობები და დაუცველობის შეგრძნება. და თქვენ ამას მოახერხებთ აქ. საინტერესოა, მაგრამ მოახერხებთ. და დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ქორწილითაც დასრულდება. ნუ ყოველ შემთხვევაში სტაბილურ ურთიერთობაში ყველა ვარიანტში წავა, მაგრამ აქ 4-იანი ქორწილინების და ისეთი დიდი ზარზეიმის არკანი ამომივიდა. ძლივს ერთგან მაინც რაღაცა დადებითმა ენერგიამ გაიბინა, გაიჟღერა და იმედია რომ ეს ყველაფერი რეალობაშიც აგიხდებათ, რეზონირდება და არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ქალი მამაკაცი, მინდა რომ თვითონ თქვენგანი ყოველთვის იყოთ ბედნიერები, რაც მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება სამყაროში, სულ ამას ვამბობ, მით მეტად ბედნიერი და ლამაზი იქნება სამყარო. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, სულ ეს იყო დღეისათვის, ხა მამაკაცები ეჭვი მაქვს, რომ ვინმე კომენტარში დამიწეროთ რა თემა გაინტერესებთ და როგორ გინდათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ვინმე გარისკავთ და გაბედავთ, დამიწერეთ და მე იმ თემას ჩაგიწერთ სამომავლოდ. დაგემშვიდობებით წარმატებები.